მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ მისი პრევენციის შესახებ. კანის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელსაც ჩვენ მზისგან და სოლარიუმისგან ვიღებთ. მოზარდთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რუჯი მიმზიდველია, თუმცა სოლარიუმში ერთჯერადი ვიზიტიც და მზეზე მიღებული ერთჯერადი დამწვრობაც კანის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ კანის შეძლების დაგვარად. გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, მზეზე ყოფნისას ვატაროთ ქუდი და სათვალე და ჩავიცვათ თხელი და თავისუფალი ტანსაცმელი. ასევე შეგიძლიათ ამიდის აპლიკაციაში აკონტროლოთ UV ინდექსი. თუ მისი დონე არის 8 ან მეტი, ეს მიანიშნებს, რომ მზე მეტად აქტიურია. ასეთ დროს სასურველია დარჩეთ სახლში ან ჭრდილში. არანაკლებ მნიშვნელოვანია კანის თვითდათვალიერება. პერიოდულად თვეში ერთხელ შეამოწმეთ. ხო არ გაგიჩნდათ ახალი ხალი, ან უკვე არსებულმა ხო არ შეიცვალა ფორმა, ფერი, ან ხომ არ გახდა ასიმეტრიული. ხომ არ დაგეწყოთ ჩივილები, როგორიც არის ქავილი, სისხლდენა ან გაღიზიანებადობა. ეს ცვლილებები გახლავთ მნიშვნელოვანი და აუცილებლად საჭიროებს ექიმის დროულ ჩარევას. დერმატოლოგთან ვიზიტისას კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი გახლავთ დერმატოსკოპია, მარტივი არაინვაზიური კვლევა, რომელიც ექიმს ეხმარება დეტალურად შეაფასოს ხალები ან სხვა წარმონაქმნები. კანის კიბოს პრევენცია იწყება მარტივი ყოველდღიური ცვლილებებით. დავიცვათ კანი მზისგან, მოვერიდოთ სოლარიუმს და დავაკვირდეთ ცვლილებებს ჩვენს კანზე.